დღეს დონაციის აქცია ტარდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. ყოველწლიურად წელიწადში ორჯერ ამ აქციაში მონაწილეობას ღებულობს ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი, ჩვენი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო. მობილიზებული არის ჯგუფი, უკვე 9 პიროვნებამ ჩააბარა სისხლი და აქტივობა არის საკმაოდ მაღალი, შეიძლება ითქვას, ველოდებით. აქტიურად მონაწილეობენ საექიმო ამბულატორიების ოჯახის ექიმები, რამოდენიმე მათგანი უკვე იყო და რა თქმა უნდა მადლობას გადაუხდით. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უანგარო სისხლის დონაციას, იმიტომ რომ ბევრი დაავადებები დღეს აი უბრალოდ სისხლის გადასხმის გარეშე ადამიანის არსებობა წარმოუდგენელია და ეს ძალიან დაეხმარება ლეიკემით დაავადებულებს, სხვადასხვა სიმსივნური პათოლოგიებით დაავადებულებს და თუ ჩვენ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ერთი ადამიანმა შეიძლება გადაარჩინოს მინიმუმ 3 ადამიანის სიცოცხლე, მივხვდებით, რამდენად დიდია დღევანდელი ჩვენი აქციის მნიშვნელობა და იმედი მაქვს, რომ აქტივობა იქნება მაღალი. მე ჯანმრთელობას უსურვებ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, განსაკუთრებულ მადლობას გადაუხდი ყველა დონორს და ყველა იმ ადამიანს, ვინ ამ აქციის ორგანიზებაში მოგვეხმარა და მონაწილეობა მიიღო. დღეს ქუთაისის სისხლიცენტრიდან ვართ ჩამოსულები, ვატარებთ უანგარო დონაციას, რომელიც სრულიად სიკეთეზეა მორგებული და ერთ აღებულ სისხლს შეუძლია გადაარჩინოს 3 ადამიანი. პირობითად და ეს მრავალ მუნიციპალიტეტში დავდივარ, მსგავსად ვავსებთ სისხლის მარაგებს და ვეხმარებით უანგაროდ ადამიანებს. დღეს ზესტაფონის მერია სისხლის დონაციის აქციის მასპინძელია. ჩვენ ყოველწლიურად ვართ ჩართული ამ აქციაში და გავცემთ სისხლს, რომელიც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამის საჭიროება უდგას. ეს აქცია 2 დღე გაგრძელდება, დღეს და ხვალ, ვისაც სურვილი აქვს, მოუწოდებთ, რომ მიიღოთ ამ აქციაში მონაწილეობა.